დღევანდელი დღე ორმაგად არის მნიშვნელოვანი, როგორც ჩვენი ერის, ისე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის. Πρώτის ყოვლისა ჩვენ პატივს მივაგებთ იმ ადამიანების ხსოვნას, რომელიც ერთი წლის წინ ამ ომში გარდაიცვალნენ და დაიღუპნენ. დღეს საქართველოს ერთიანია ამ წუხარებაში და ერთიანია იმ მომავლის იმედით, რომ გაერთიანდება სულად საქართველო და ვფიქრობთ, რომ როგორც ერი, ისე ბერი დღეს ერთ მიზანს ისახავს ვიყოთ ერთად ჩვენი ქვეყნის ბედნიერებისათვის. ჩემთვის ძალიან დიდი ტკივილი იყო ის, რაც მოხდა 7 აგვისტოს შარშან და ვუერთდები ჩემს ხალხს იმისთვის, რომ დავაფიქსირო ჩემი გვერდში დგომა და ჩემი პატრიოტიზმი. პირველ რიგში ეს არის დიდი ტრაგედია მთელი საქართველოსთვის, მაგრამ რაც მთავარია, მე მინდა ვთქვა, რომ ზუსტად ამ ომმა დაუმტკიცა მთელ საქართველოს, ჩვენ ერს რაც მთავარია და არა მთელ მსოფლიოს, ჩვენ დაუმტკიცეთ ჩვენ თავს, რომ ჩვენ შეგვიძლია ომი, ჩვენ ვართ ძალიან ვაჟკაცი, ძალიან ამაყი ერი. საქართველოს მოსახლეობამ ქართველმა კიდევ ერთხელ გაიცნო ცნობილს, რომ რუსეთი არის ჩვენი მტერი. ეს ტანკები კიდევ ერთხელ შეგვახსენებს 1999 წლის 9 აპრილის ამაზრზენ ღამეს, როდესაც რუსის ტანკებს ამოფარებული რუსი სალდათები ნიჩბებით ჩეხავდნენ ქართველ ახალგაზრდებს და ისინი შეეწინნენ მსხვერპლად საქართველოს დამოუკიდებლობას. განსხვავებული გლოვის დღეა ზოგადად, მაგრამ ამ გლოვას რაღაც ამსუბუქებს თქოს რაც ამ რუსეთის იმპერიიდან ეს უეჭველი გამოხსნის სიხარული, რომ ბოლოს და ბოლოს ბოლო მოეღება ამ მსგავსებას. სულ გადაიწვა ზევით ბაკურიანისკენ ტყე და მერე გადმოვიდნენ აქეთ ნასოფლარისკენაც გადაწვეს ტყეები, მერე წამოვიდნენ ხაშურში ჩამოვედით მერე ჩვენ გვეგონა რომ დამთავრდა ომი და მერე უცბად შემოვიდნენ 7 თუ 8 რუსის ტანკი იქით ხაშურში შევიდნენ და იქით ბაზაა NTS-ი ქვია ხაშურთან და იქ მერე რომ შემოვიდნენ ძალიან ბევრი ის იყო საშიშროება და წავიდნენ მთელი სოფელი გავიხინეთ ბაღებში გვეძინა ერთი დღე. თანამე მამულენო, გთხოვთ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ 2008 წლის აგვისტოში რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.
საქართველოს თავისუფლებისთვის საუკუნეების მანძილზე იბრძოდა და ეს ბრძოლა ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ეხლა არსებობს იმპერია, არსებობს კონკრეტული მტერი, რომელიც ცდილობს ჩვენი ქვეყნის განადგურებას. მან მიიტაცა და ოკუპაცია გაუკეთა ჩვენი მიწების ნაწილს. მას ჰქონდა სურვილი, რომ მთლიანად დაეპყრო საქართველო, მაგრამ ეს ვერ მოახერხა. ჩვენი ხალხის ერთიანობის კონსოლიდაციის შედეგად, საერთაშორისო საზოგადოების დახმარების შედეგად და ჩვენ მომავალში იმედი გვაქვს, რომ სწორედ აი ამ ფუნდამენტებზე, აი ამ დახმარებებზე აეგება საქართველოს საბოლოო გაერთიანება. იყო ესეთი რუსი ჟურნალისტი ველიჩკო, რომელიც წინა საუკუნის დასაწყისში იყო საქართველოში, რომელიც იბრძოდა ქართული უნივერსიტეტის წინააღმდეგ, რომელიც იბრძოდა პრესის წინააღმდეგ და ცენზურად გვევლინებოდა მაშინდელი რუსეთის მიერ ხელდასმულად და მან ერთხელ ესეთი დავის დროს, როდესაც ნახა რომ აკაკი და ილია დაობდნენ, თქვა რომ აი ქართველებს ერთმანეთის გატანა თურმე არ გწოდნიათ. რაც აკაკი მოპასუხა რომ ჩვენ ერთმანეთში რა დავა გვექნება, მას ნიშნულობა არ აქვს. რუსეთის წინააღმდეგ ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ერთად. მე დარწმუნებული ვარ, რომ აკაკის და ილიას ეს მაგალითი არის ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი და რუსეთის წინააღმდეგ ყოველთვის უნდა ვიყოთ ერთად. ესე იგი რიტორიკა, სამხედროების გამოსვლა ზუსტად იგივეა, რაც იყო 1 წლის წინ, მაგრამ მათი შესაძლებლობები ამ ეტაპზე ყველანაირად შეზღუდულია. ეკონომიკური თვალსაზრისით ნავთობი $150 არღის, $70 ალტერნატიულ გაზაზე ნაბუკოზეა საუბარი, საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და აზრი კიდევ უფრო გაიზარდა. იმიტომ ვფიქრობ, რომ შემდგომ აგრესიას რუსეთი ვერ განახორციელებს და პირიქით ჩვენ დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად დავიწყებთ დეოკუპაციას. ამისთვის როგორც ჩანს, საზოგადოებრივი აზრი მსოფლიოში უკვე მომწიფებულია. ჩემთვის ეს დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ დღევანდელ დღეს საქართველოსთვის დაიღუპა ბევრი ჯარისკაცი. მე თვითოული ჯარისკაცისთვის მინდოდა რომ პატივი მეცა და ეს თითოეულმა ბავშვმა ეს დროშის გაშლა ამ დროშის გაშლით ის გამოხატა, რომ უყვარს თავისი სამშობლო. ძალიან დიდი ტრაგედია არის, რაც მოხდა და გახსენება ამ დღისა ალბათ თითოეული ქართველისთვის არის საშინელება. გამოფენა რა მოსაწონია ეს საშინელებები არის, მაგრამ მე არ მომწონს ჩვენი ხელისუფლების მოქმედებები. ძალიან მომეწონა, უბრალოდ და უფრო აგრესია მომეწონა დახატო. რა აგრესია გააკეთა რუსეთმა. აქაც გამოფენილია იმაზე უფრო ისეთი მასალა იყო, უფრო კარგად ასახავდა რა, ეს არ იყო ისეთი იმდენად.